აქაურობისთვის არ შევქმნივართ ჩვენ ღმერთს, რომ მუდმივად აქვთ. იმისთვის მოგვავლინა და შევქმნა ღმერთმა, რომ ეს გზა გავიაროთ, ვის რამდენი გვაქვს განსასრული ეს ღმერთის ნებითა და განგებულებით გამოჩნდება, მაგრამ რამდენიც გვაქვს, დღეები იქნება, თვეები, წლები, თუ საუკუნეზე მეტი ზოგ შემთხვევაში, ეს ღმერთის ხელში არის ყველაფერი და ამიტომაც მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყველამ ღირსეულად გავიაროთ ეს ჟამი და ჩვენ ვეცადოთ არა იმას, რომ გავარკვიო, როდის იქნება ჩემი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი, ეს საჭირო რო ყოფილიყო, ამას ღმერთი გვეტყოდა ჩვენ. გაუჭირდებოდა, რომ ეთქვა და გაეგებინებინა ჩვენთვის, რომ აი შენ უნდა იცხოვ ამდენი წელი, ამდენი თვე და ამდენი დღე. ხო არ გვეუბნება ამას? არ არის საჭირო და იმიტომ. ისევე როგორც არ გვითხრა ის, თუ როდის იქნება მეორედ მოსვლა, არ არისო. თქვენი საქმეო მოციქულებს ეუბნება დროთა და ჟამთა გამოკვლევაო. თქვენ იყავით ფხიზლადო და აი ეს სიფხიზლე გახდება საწინდარი, რომ თქვენ ყოველ დღე ელოდოთ თქვენი აღსასრულის ჟამს. და აი ასე განაგო უფალმა. ასე რომ